ლაო ძი უძველესი ჩინელი ფილოსოფოსი იყო, რომელიც დაოიზმის დამფუძნებლად ითვლება. მან დაწერა პატარა წიგნი სახელად დაო დე ძინი, ანუ თაო დე ჩინგ. ერთ-ერთი ყველაზე ბრძნული და დროის მიერ მომდგარი წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა. ეს არის მოკლე ლექსების კრებული, რომელიც საუბრობს დაოზე, ანუ გზაზე. რა არის ეს გზა? ეს ცხოვრების ბუნებრივი დინებაა. იგივე ძალა, რომელიც ცვლის სეზონებს, შლის ყვავილს გაზაფხულზე და მიაგორებს მდინარეს დაღმართზე. დაოიზმი გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ ამ გზასთან, ამ დინებასთან, სამყაროს დინებასთან ჰარმონიაში. დაოიზმი გვახსენებს ძალიან მარტივ წესს. შვიდობა არ მოდის ყველაფრის გაკონტროლების მცდელობიდან. ის მოდის გაშვებიდან, შერბილებიდან და ცხოვრებისადმი ცოტა მეტი ნდობიდან. მაგრამ დღევანდელ სამყაროში და განსაკუთრებით ჩვენს ქართულ რეალობაში, სადაც სტრესი და გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურობაა, ეს რთულად გვეჩვენება. ცხოვრება სწრაფად მიდის. ჩვენი დღეების სავსეა ხმაურით, წნეხითა და დაუსრულებელი საქმეების სიებით. ჩვენ ვიხლართებით ამ ტემპისთვის ფეხის ატყობის მცდელობაში და ამ პროცესში საკუთარ თავთან კავშირს ვკარგავთ. სწორედ ამიტომ გჭირდება დაუისტური ჩვევები. ეს არ არის მკაცრი წესები ან ხისტი რუტინები, არამედ პატარა ნაზი პრაქტიკები, რომლებიც გეხმარება საკუთარ თავთან დაბრუნებაში. ისინი განელებენ, გეხმარებიან სუნთქვაში, გახსენებენ, რომ იყო აწმყოში, მოусმინო არა მხოლოდ გარე სამყაროს, არამედ სიჩუმეს, შენ შიგნით. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ 7 მარტივ დაუისტურ ჩვევას, რომლებიც არ მოგთხოვენ მეტისკეთებას. ისინი დაგეხმარებიან ტემპის დაგდებაში, ხმაურის გაშვებაში და იმასთან დაბრუნებაში, რაც მართლა მნიშვნელოვანია. დაბრუნებაში საკუთარ თავთან. ჩვევა პირველი. დაიწყე დღე სიჩუმეში. ლაო ძი ამბობს, გონებას, რომელიც მშვიდია, მთელი სამყარო ნებდება. დაოისტურ აზროვნებაში ის თუ როგორ იწყებ დღეს, განსაზღვრავს იმას თუ როგორ იწყებ ცხოვრებას, ხელახლა. ყოველი დილა არის ჩუმი მოწვევა, დაუბრუნდე საკუთარ თავს მანამ, სანამ ხმაური დაიწყება. და დაწყების ყველაზე ძლიერი გზა არის არ გააკეთო არაფერი, უბრალოდ იჯექი, ისუნთქე, იყავი მშვიდად. არანაირი ტელეფონი, არანაირი სია, არანაირი საჭიროება, რომ რამე მოაგვარო ან დაგეგმო. მიეცი შენს თავს 5 ან 10 წუთის სიჩუმე. არა როგორც დავალება, არამედ როგორც საშუალება, გაიხსენო, რა გრძნობაა უბრალოდ არსებობა. უმეტესობა ჩვენგანი იღვიძებს და მაშინვე ტელეფონისკენ იწვდის ხელს, ამოწმებს მესიჯებს, იწყებს დღის დაგეგმვას და სტრესს განიცდის მანამ, სანამ საწოლიდან ადგება. მოქმედებაში ეს სწრაფი გადახდომა აწმყოში დარჩენას ართულებს. ის უგზავნის გონებას სიგნალს, რომ ეს მომენტი არასაკმარისია, რომ ჩვენ სადღაც სხვაგან უნდა ვიჩქაროთ. მაგრამ დაო გვახსენებს, ერთადერთი ადგილი, სადაც ნამდვილად უნდა ვიყოთ, არის აქ. როცა სიჩუმეში ვსხედვართ, ჩვენ ცხოვრებას კი არ გაურბივართ, ჩვენ საკუთარ თავს ვაძლევთ უფლებას, შევხვდეთ მას სრულად, ყურადღების განფანტველების გარეშე. დილის სიჩუმის რამდენიმე წუთი გეხმარება, დღეში ნაზად შეხვიდე. შენ გრძნობ შენს სუნთქვას, აგვირდები შენს ფიქრებს, როგორ მოდიან და მიდიან. ამჩნევ, როგორ იღვიძებს შენი სხეული. აქ არანაირი მიზანი არ არის, არაფერია მისაღწევი. შენ უბრალოდ ზიხარ და ამის კეთებით იხსენებ, რომ ცხოვრება არ არის რაღაც, რასაც უნდა გამოეკიდო. ეს არის რაღაც, რასაც უნდა მიხვე. ჩვევა მეორე. Wu Wei, ანუ იმოქმედე ბრძოლის გარეშე. ლაო ძის თქმით, დაო არასოდეს აკეთებს არაფერს, თუმცა მისი მეშვეობით ყველაფერი რიგეთდება. დაოიზმში არსებობს ნაზი პრინციპი, რომელსაც Wu Wei ეწოდება. ეს ნიშნავს უძალისხმეო მოქმედებას, არა დაძალებას, არა ბრძოლას, არამედ მოძრაობას საგნების ბუნებრივ დინებასთან ერთად. ასეულის გვერდს წყალი ქვას, არანაირი ბრძოლა, არანაირი წინააღმდეგობა და მაინც ის წინ მიიწევს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ნიშნავს შეამჩნიო, როდის აწვევი ზედმეტად მაგრად. როცა ჩქარობ საქმეების დასრულებას ან ცდილობ გააკონტროლო ყოველი პატარა შედეგი, დაოისტები გვახსენებენ, არ გჭირდება სამყაროში გზის ძალით გაკვლევა. ამის ნაცვლად დააპაუზე, ისუნთქე, მიეცი საგნებს დალექვის საშუალება მოქმედებამდე. თუ გონებაში ქაოსია, გაისეირნე. თუ დარწმუნებული არ ხარ, ცოტა კიდევ დაიცადე. დაე, შენი პასუხი მოვიდეს სიმშვიდიდან და არა სტრესიდან. შენ შეგიძლია Wu Wei-ის პრაქტიკა, მარტივი გზებით დაიწყო. როცა საჭმელს ამზადებ, და ეს იყოს ნელი და გააზრებული. როცა საუბრობ, დატოვე სივრცე სიჩუმისთვის. როცა არჩევანს აკეთებ, კითხე საკუთარ თავს. რა იგრძნობა ბუნებრივად.
ეს ჩვევა განახებს, რომ ყველაფრის ახლავე მოგვარება აუცილებელი არ არის. ზოგჯერ საგნები თავისით ლაგდება, როცა ზედმეტ ცდელობას წყვეთ და ზოგჯერ პასუხები მოდის მხოლოდ მაშინ, როცა საკმარისად ჩუმად ხარ მათ გასაგონად. დააგვირდი შენს გონებას ზუსტად ახლა. მე შემეძლო მეთხოვო, რომ ამ არხს პატრიონზე მხარი დაუჭირო, მაგრამ როგორც დააგვასწავლის, ძალდატანება შედეგს არ მოიტანს. მე არ გთავაზობ ფარულ კურსებსა თუ ექსკლუზიურ ვიდეოებს, ჩემი მთელი ფსიქოლოგიური არსენალი აქ, საჯაროდ დევს. პატრიონი უბრალოდ ფილტრია. ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც ესმის, რომ მუდმივად უფასოს ძიება პაიკების მენტალიტეტია. როცა შენ საკუთარი ნებით, ყოველგვარი იძულების გარეშე უჯერ მხარს იმას, რაც შენს გონებას აძლიერებს, შენ სამყაროს ეუბნები, რომ შემქმნელების და არა უბრალო მომხმალებლების მხარეს დგახარ. თუ ამ სტრატეგიული ალიანსის ნაწილი ხარ, ლინკი აღწერაშია. ჩვევა მესამე. აქცია ჩვეულებრივი ქმედებები რიტუალებად. ლაოძის სიტყვებით, ბუნება არ ჩქარობს, თუმცა ყველაფერს აღწევს. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გვეუბნება, რომ ვიმოძრაოთ სწრაფად, ჭამოთ სწრაფად, ვიმუშაოთ სწრაფად, უპასუხოთ სწრაფად. დასვენებაც კი განრიგში ზის. მესეჯი ნათელია, სწრაფად მოიშორე პატარა საქმეები, რათა მიაღწიო ნამდვილ ცხოვრებას, დიდ მომენტებს, მიღწევებს, ჯილდოებს. მაგრამ აი ჩუმი სიმართლე. ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ ეგ პატარა საქმეებია. თუ მათ ჩქარა გავირბენთ, ჩვენ გავირბენთ ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს. დაფიქრდი შენს დილაზე. რამდენად ხშირად იკეთებ ჩაის ან ყავას ისე, რომ თან ტელეფონს სკროლავ და ნახევრად ვერ წხვდები რას აკეთებ. რამდენჯერ გიჯამია ეკრანის წინ. რამდენჯერ გაგირეცხავს ჭურჭელი მხოლოდ იმიტომ, რომ მოგეშორებინა, ისე რომ ერთხელაც არ გიგრძუნია თბილი წყალი ხელებზე. ჩვენ ყოველდღიურ დავალებებს ვეპყრობით როგორც დაბრკოლებებს. რაღაცებს, რაც უნდა გაკეთდეს და გზა გაგრძელდეს. მაგრამ როცა ყველაფერი იქცევა რაღაცად, რაც უნდა მოვიშოროთ, ჩვენ სინამდვილეში არსად მივდივართ. დაოიზმი ამას ატრიალებს. ის ამბობს, ნუ ჩაურბენ შენს ცხოვრებას. შეხვდი მას იქ, სადაც არის. სიწმინდე არ იმალება მომავალ მიღწევაში. ის ზუსტად აქ არის. ფინჯნიდან ამომავალ ორთქლში, ბოსტნეულის დაჭრის ხმაში, პერანგის დაკეცვის მარტივ აქტში. როცა დაოიზდი მასწავლებლები საუბრობენ გზასთან ჰარმონიაში ცხოვრებაზე, ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ დებ ჯამს მაგიდაზე, როგორ სუნთქავ იატაკის დაგვისას. აქ ყოფნა, ანუ presence, არის პრაქტიკა. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როცა ჩაის გაიგეთებ, მოეკეც იმას როგორც პატარა მედიტაციას. გააცხელე წყალი და დაელოდე ყურადღების გაფატვის გარეშე. უყურე ორთქლის ასვლას. დაასხი ნელა. დაიჭირე ფინჯანი ორივე ხელით. მოსვი, არა ტელეფონის შემოწმებისას. უბრალოდ იჯექი და დალიე. ჩვევა მეოთხე. მიღტევი შენს სუნთქვას დღის განმავლობაში. ლაოძი მერთხელ დაწერა. დაბრუნება არის დაოს მოძრაობა. დათმობა არის დაოს გზა. ზოგჯერ შუადღისას შეამჩნევ, რომ სინამდვილეში აქ არ ხარ. შენი გონება გაფანტულია, შენი სხეული დაძაბულია. დაკარგული ხარ ფიქრებში ან სხვადასხვა მიმართულებით გაჩავენ. ეს არის მომენტი, დაუბრუნდე იმას, რაც ყოველთვის შენთანაა, შენს სუნთქვას. არ გჭირდება მისი დაძალება ან გამოსწორება, უბრალოდ შეამჩნიე, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ეს ჩუმი აწევა და დაცემა. შეიგრძენი ჰაერის მოძრაობა შიგნით და გარეთ. სულ ესაა. დაოისტები სუნთქვას ხედავდნენ არა მხოლოდ როგორც ჟანგბადს, ისინი მას უწოდებდნენ დაოს რიტმს შენ შიგნით. ნაზი მოქცევა და მიქცევა. ყოველთვის დინებაში, ყოველთვის აწმყოში. ასე რომ, როცა უბრუნდები შენ სუნთქვას, შენ მხოლოდ არ მშვიდდები. შენ ბრუნდები სახლში, ბრუნდები დინებაში. ჩვევა მეხუთე. გაატარე დრო ბუნებაში. ლაოძის ციტატა. იღავე მშვიდი როგორც მთა და იგინე როგორც დიადმა მდინარემ. დაოსთან ხელახლა დაკავშირების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა გარეთ გასვლაა. დაოიზმი გვასწავლის, რომ ბუნება ჩვენთან განცალკევებული არ არის. ის ჩვენ ვართ. ხეები, მდინარეები, ქარი, ცა, ისინი მოძრაობენ ჰარმონიაში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ისინი არ ჩქარობენ და არ ფიქრობენ ზედმეტს. ისინი უბრალოდ არიან. და როცა ბუნებაში ატარებ დროს, თუნდაც რამდენიმე წუთით, იწყებ ამავე რიტმის გახსენებას. არ გჭირდება თქრე ან მთა. ეს შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი, როგორც ბალახზე ფეხში შველი დგომა, ხის ქვეშ ჩუმად ჯდომა, ან ცაში მცურავი ღრუბლების ყურება. შენ არ ცდილობ რამის გაკეთებას. უბრალოდ აძლევ ბუნებრივ სამყაროს უფლებას. დაგიჭიროს, აძლევ მის მშვიდ, აუჩქარებელ არსებობას უფლებას, შეარბილოს შენი გონება.
უმეტესობა ჩვენგანი დღეებს ატარებს ეკრანებით, ხმაურით, საცობითა და ცნეხით გარშემორტყმული. ადვილია დაკარგო კავშირი შენს იმ ნაწილთან, რომელიც თავს სრულყოფილად გრძნობს რამის დამტკიცების ან პერფორმანსის გარეშე. ბუნება შენგან არაფერს ითხოვს. ის არ გსჯის. ის უბრალოდ გიწვევს, რომ შეანელო ტემპი, მოусმინო, ისუნთქო, დაბრუნდე. ჩვევა მე-6. გაუშვი კონტროლის მოთხოვნილება. ლაოძი თვლის, რომ ცხოვრება ბუნებრივი და სპონტანური ცვლილებების სერია. ნუ შეეწინააღმდეგები მათ, ეს მხოლოდ მწუხარებას ქმნის. დაე რეალობა, იყოს რეალობა. არსებობს ჩუმი დაძაბულობა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ატარებს. მოთხოვნილება, ვაკონტროლოთ ყველაფერი. გვინდა რომ საქმეები გეგმის მიხედვით წავიდეს. გვინდა რომ ადამიანები ისე მოიქცნენ, როგორც ველოდებით. გვინდა რომ ცხოვრება მიხვეს იმ სურათს, რომელიც თავში დავხატეთ. მაგრამ ცხოვრება ყოველთვის არ გვისმენს. და როცა საქმე სხვაგვარად მიდის, ჩვენ შფოთავთ, ბრაზდებით, თავს უმწეოდ გზნობთ. მაგრამ რა მოხდება თუ ნამდვილი ძალა კონტროლში არ არის? რა მოხდება თუ ის გაშვებაშია? დაოიზმი გვასწავლის ვენდოთ ცხოვრებას. დაფიქრდი მდინარეზე. ის არ მოძრაობს სწორ ხაზზე. ის იკლაკნება, მიედინება სწრაფად, მერე ნელდება. ზოგჯერ ნაპირებიდანაც გადმოდის. თუ შეეცდები მდინარე შენს გზაზე იჯულებით წაიყვანო, შენ გამოიფიტები. მაგრამ თუ მასთან ერთად იმოძრავებ, იპოვი სხვანაირ ძალაუფლებას. ძალას. მოიღუნო ისე რომ არ გათქვდე. გაშვება, ანუ letting go, იწყება პატარა მომენტებში. გეგმა იცვლება, ვიღაც იმედს გიცრუებს. რაღაც ისე არ მიდის, როგორც ფიქრობდი. დააპაუზე. ღრმად ჩაისუნთქე. შეამჩნიე, როგორ უნდა შენს სხეულს დაძაბვა, გამოსწორება, მაგრად ჩაჯიდება. და ამის ნაცვლად ჩუმად უთხარი შენს თავს. დაე, იდინოს. ჩვევა მე-7. დაასრულე დღე გათავისუფლებით, ანუ release. ჩვენს ბოლო ციტატაში ამ ვიდეოსთვის ლაოძი ამბობს, რათა დაიჭირო, ჯერ უნდა გაშალო ხელი. გაუშვი. ძილის წინ უბრალოდ იჯექი ჩუმად და ნაზად კითხე შენს თავს. რას შევეწინააღმდეგე დღეს? სად მივყევი დინებას? რის გაშვება შემიძლია ახლა? არანაირი ზედმეტი ფიქრი. დაე, პასუხები ბუნებრივად ამოტივტივდეს. შეიძლება საუბრის დროს სტრესს ჩაეჭიდე. შეიძლება წყენას, მოლოდინს ან ფიქრს, რომელიც ჯერ კიდევ გჭამს. ამოსუნთქვასთან ერთად წარმოიდგინე, როგორ უშვებ მას. დაოიზმში ცხოვრება სწორი ხაზი არ არის. ის ციკლია, ძალის ხმევა და დასვენება, კეთება და ყოფნა, სინათლე და სიბნელე. ზუსტად ისე, როგორც დღე გადადის ღამეში, ჩვენც უნდა გაუშვათ დღე, რათა სივრცე გავათავისუფლოთ იმისთვის, რაც შემდეგ მოდის. უმეტესობას ჩვენი დღეები ძილში მიგვაქვს. ჩვენი გონება აგრძელებს ტრიალს, ახოს მომენტებს ხელახლა. მაგრამ ასახვა არ არის რუმინაცია, ანუ დაუსრულებელი ფიქრი. ეს ცნობიერებაა. და გაშვება არ არის დავიწყება, ეს ნდობაა. დაე, წავიდეს დღე. ენდე რომ ცხოვრება გააგრძელებს დინებას, მაშინაც კი როცა შენ გძინავს. თუ მზად ხარ დატოვო პასიური მაყურებლის როლი და ააშენო შენი ახალი იდენტობა, გამოიწერე ფიორი. მე არ გასწავლი როგორ იბრძოლო, მე გასწავლი როგორ მართო. შეხვდებით ჭრდილში.